გამომწერებთან კითხვები, ნაწილი პირველი. და ეს კითხვები მარტო გამომწერებს არ გეხება კიდე იმას და მიდოს თუ ნახავს, თვითონვე მიხვდება. კი ეს ვიდეო აი ამ ქალბატონს ეხება. აი ამ ქალბატონს ეხება ეგ ვიდეო. და მოკლედ ეგ თქვენი საქმე არ არის, რაც მე ხომ უნდა გითხრა და ეს ისტორიას არ მოგიყვებით. მაგრამ რასაც შევძლებ მოგიყვებით. მოკლედ ალბათ უკვე იცით, რომ მთელ კლასში არიან ძალიან უცნაური ბავშვები, რომელსაც თავი გონიათ ელიტა. ამათ გამო ჩვენ გვხდები პრობლემა შექმნილი და ახლა უფრო ჩატებში მესენჯერში უფრო ტვინს უკვე ის რაღაც შევრებია. განჩი მესენჯერი მაგ გატეხილი იმ გოგონას ზარები მეგობრები უკვე წლებია. ვინც გამიტეხა იმან დააწერა მეტად უზრდელობა სახელი ყველაზე რომ იწერა. ის არის ერთ-ერთი ჩვენი ყოფილი რა მასშტაბი, რომელსაც რაღაც ეწყინა ჩვენი ოჯახისგან, ამის გამო აღარ გკონტაქტდება და სამაგეროდ ეს გააკეთა. ხო და მოკლედ გამიტეხა მესენჯერი. ხო, ერთიდან რაღაცის ჩათვლამდე, დაგეკითხეთ, ცხრის ჩათვლამდე არა, რაღაც ხმის ჩათვლამდე მქონდა. და ალბათ გამოიცნო, იმიტომ რომ ძალიან ნამდვილი გამოცნები პაროლი დავაყენე. და ხო, აი შეიძლება ნებისმიერმა გამოიცნოს, აი თუ არის ნორმალურად ჭკვიანი. ადრე მოვიდა და ხალხს აწერდა ისეთ უზელობებს, როგორც არ შეიძლება. შემდეგ რასაც სიმართლეა რაღაცაზე ავყევით ჩოხუბეზე. ერთ-ერთ ჩატში დაიწყეს დინებები. მაგრამ სამის ყველაფერი მოხდებოდა, ახლა მოგყვებით რა. ეს თქვენი მეწეღნავსაც ხარით, თქვენი საყვარელი ბარბარე. ყველა მთელი კლასი, როცა ვიყავით პირველ-მეორე კლასში, მესამე მეოთხე კლასამდე, ყველა აბულინგებდა იმ ბავშვს. რა თქმა უნდა, ისეთი ცუდი რაღაცა ჩაიდინა, რომ მეც კი დავაბულინგებ, მაგრამ მარტო ერთხელ. იმიტომ რომ მან ნახდა დასამბულინგები იყო. მაგრამ აი, როდესაც უკვე ბოდიში მოიხადა იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინა. აპატია მთელმა კლასმა. ვითომ ხოლო აი პირველი მესამე კლასამდე ხდებოდა ცოტა ბულინგი, არც ბულინგი და თან-ბულინგი. როდესაც ბარბარეს დაველაპარაკე, უბრალოდ რაღაცას მოაყოლა და თქვა რომ მას აბულინგებდა. შემდეგ უკვე ისე კარგად მე მეგობრებოდა და ისე კარგი მეგობარი გახდა, როდესაც უკვე ამ ბოლო დროს გავიგე რომ ასეთ მეტად აბულინგებდნენ. მის და საცავად, რომელიც ერთიც არ დამიფასებს. მაგრამ რას კეთეთ დაიმე მოკლედ შეკეთეთ მე გავუკეთეთ ამ ბარბარისთასაც სავად უკვე ჩემ ბეწლენს არ უნდა აბულინგებდნენ არავინ. ამის გამო აპდეიტი მიწერე იმ გოგოს, ამ მამას, გვარს აკავებ, მიზენ შემთხვევას აბულინგებ. ჩვენ მთელი ნატალი ბარბარე, ნინი ნატალი და შენ აბულინგებ
ბარბარეს. მეთქი რატო და აუშვენი ბანძი მეგობრები და შენი პარტიზანი არ მაინტერესებს. Ho, very crazy amazing. რა თქმა უნდა. კაი გათენდა, ხო? და შენი ბარბარე ტრაქში შეიტანე თუ რაღაცაა. მეთქი რატო და შენი ასე მეთქი. ამის გამო ამაზე შეიქმნა ჩატი, სადაც ყოის ძონი და მეც და ბარბარე. იქ ცალკე ატყდა ამბები. გავხართო შენ აი როგორი მაინც არა ვარო მეთქი მე რო შეხამთავად სემინო შენა ფრინდები თაკათას თაში ხეზე ჩამოიკიდები სიმინდების ბაღებში საფრთხობელას გავხარ კიდე რაღაც ყოლე და ამოცაბოდში და კიდე მასეთი უსწორი სიტყვა პირო დამიძახა მაგაზე ფერი დღე ატყდა ჩხუბები მეორე დღეს მესამე დღეს და ოჰო მესამე დღეს ვინ რეკავს დედაჩემთან რეკავს ერთ გოგოს დედა გასაკვირია რომ არ დარეკავდა ეს ბავშვი რო ჭორიკანა არის ატყდა და რეკა დედაჩემ არ შეიმჩნია გამომწვა დედაჩემი მათ მე გამომართე იმიტომ რომ მე ვიყავი გასამართლებელი მაგრამ მე უპენამოდა მალე მაქვს იკეთეს აღარ დაგიფასებენო რა თქმა უნდა არ დაუჯერე დედაჩემს მაგრამ ბარბარისგან ამას აი ვირანაირად მოვეგოდებოდი რა თქმა უნდა მე იმ ბავშვის თრემებს რა თქმა უნდა გამოგშოვდი და იმდები ის ტიპი და ნამ და უერელი ჩამეტო ვოის მე მაგისე და დედამის და უკეთდა ჩემს და ყველაფერი კარგად მიახალა შემდეგ დღეს ანუ უკვე დღეს რას ვხედავ მე ჩატიდან ვარ გამოსული კიდე რაღაცები მოხდა მაგრამ ამარ მოგეყობით მაგრამ მე გავედი ჩატიდან იმიტომ რომ უკვე ძალიან ზემეტებში გადავიდნენ და მე აღარ მინდოდა ჩხუბებში ჩარევა გადავიდნენ ზემეტებში აპტეკში დავემატებ ჩაჩი და რა გიტანეთ და რაღაცები დავუწყე და მე ვინც გამიტახა ფეისბუქი რა ჩატით არ უნდა მქონოდა გაკეთებული ყველა ჩატში ამატებდა დაწერა უზდერული სიტყვები და თქმა უნდა დედამისი მას მე უნდა დამაბრალო ყველაფერი ხო მე ვუთხარი მე გამკეხილი მაქვს ფეისბუქი მესენჯერი და ყველაფერი აი ამიტომაც თავისი დაკეთებს ის ადამიანი ყველაფერს მარტო მე კი არა ის ადამიანიც ხმარობს ძალიან ცუდი რომ ის კეთებულებები წავშალე იმ ფოტოებიდან მესენჯერი წავშალე ანუ ერთი წუთის წავშალე მესენჯერი და ბარბარე აუნ ამატებ ანა მარიას ბარბარე მეთქი რა მოხდა რატო მე არ მომართლებ იმიტომ რომ მართლა არ მომატებდი მე და ბლაბლები დამიწყო ამაზე გულზე ტკეველი მომადგა იმის გამო რომ ჩემი ბესტს ეს არ უნდა გაიკეთებინა ხოლო ეური შანსის შემდეგ კიდევ იგივე გაიმეორა ხო რა საინტერესოა ამის შემდეგ დამპირაჩი მეწერა მე მეწერა ნუ გადიხარ ჩატიდან რადგან ის გოგო ტვის მიჭამს ანა მარია უკუჭვის არ მიჭამს და იმიტომ რომ ბოდიში მოიხადა რომ სადაც ბოდიში არ მოუხდია არც ბარბარესთან და ეგ ბოდიში მომხდელი არ იყო და ხო ეხლა განახებთ ეხლა რა მაგრამ მე მოგასმენებთ თუ შევძელი რა მომწერა ბარბარე როდესაც მე მატყუებენ დაინიანად ვაუწყდები მიტყვის ბარბარეზე და დღეს მე ბარბარეს უკვე აღარ გვაპატიებ არც ერთი ბოდიშის მოხდიდან არაფერი ბარბარე მან მოგერე გამოდის რაც მისთვის სიკეთე გავაკეთეთ და რა აბუინგებდნენ დავიცავ გამოვიდა
რას იკეთებს გააკეთებ? იკეთებ ვილომადლი აი ასე მომეყდა. ვილომადლი იყო და ძალიან ვილომადლი იყო ყველაფერი. ანუ ვაპატიებ უკვე ინტერნეტ გადავიდა ძალიან მეტებში. იმიტომ რომ მას რაღაცა არ უნდა გაიკეთებინა და თქვენ აპატიებდი. ეს მთელი ისტორია იყო და არა კითხვები და ეხლა გეტყვით კითხვებს რამდენიმე კითხვას ამ მთელი ისტორიიდან. პირველი პრობლემა აპატიებდი. მეორე აშლი დითი დებილი ვარ ის გამომსენჯერ. შემდეგი გეწყინებოდათ რომ ის გავაკეთოთ. შემდეგი თქვენი აზრით ბარბარე კარგად მოიქცა? შემდეგი კითხვა თქვენ თუ აიტანით ამდენს და იმ ყოველსაც პირდაპირ რამის არ მიახრით.